დღეს მოგეხსენებათ არის სანდრო გირგლიანის კლუბიდან 4 წლის თავი და ჩვენ ამ უკანონო ქმედებაზე ვაპირებთ დღესდღეობით კიდევ ერთხელ დავაფიქსიროთ ჩვენი პროტესტი და კიდევ ერთხელ პირდაპირ გზავნილი გაუგზავნოთ დღევანდელ ხელისუფლებას. ეშინოდა ჩვენ რომ ვესალმებოდით სადღაც მირგო გაიქეთ გვარგილად და როგორ გადაიცა მიშა სააკაშვილის გენიოსის ხალხში პრეზიდენტის ხელში ეს კაცი გულელად და ჯალათად ადამიანი შეძლებული გასილიდან დაიხაჯოს სანდრო გირგულიანის სკოლელები. დაიხაჯოს სანდრო გირგულიანის სკოლელები. დაიხაჯოს სანდრო გირგულიანის სკოლელები. ამ ადგილას მოკლეს 4 წლის წინ ის ახალგაზრდობითი. შესრულდა 4 წელი სანდრო გირგულიანის სკოლელობიდან იმ საბედისწერო დღიდან, როდესაც აიქედან, აი ბარიდან გაიყვანეს და უმოწყალოდ წამების შემდეგ მოკლეს. მე ვფიქრობ, რომ ეს სამუდამოდ დარჩება როგორც ამ ბოროტი რეჟიმის სიმბოლო, იმ სისხლის სიმბოლო, იმ ძალმომრეობის სიმბოლო, იმ უკანონობის სიმბოლო, იმ აღვირახსნილობის პოლიტიკური და ზნეობრივის, რაც ჩაიდინა სააკაშვილის რეჟიმმა. როგორც ჩემშვილზე გამოაცხადეს, ის შეთხზული რაღაცა საშინელი მითი ტელევიზიით ასევე გადმოსცეს, რა თქმა უნდა, ტყუილები სანდროზეც, რომ ეს იყო სვანების დაჯგუფება და იქაც დონაძე იყო მოქმედი რეჟისორი ამ საშინელი ტყუილების და იმ წუთას მივხვდი, რომ იგივე ტრიალებდა რაც ჩემ თავს. ჩვენ დღეს მოვედით აქ, კიდევ ერთხელ რომ დავანახოთ სააკაშვილის კრიმინალურ აღვირახსნილ გარემოცვას, რომ ჩვენ გვახსოვს სანდრო გირგულიანი და უამრავი სხვა ათეულობით დახოცილი ქუჩაში ახალგაზრდა. 4 წელია საქართველოში ზეიმობს სამართლობა, 4 წელია მკვლელების შემკვეთები დადიან თავისუფლად, მკვლელებიც გაუშვეს მინიმალური სასჯელით და მე პირობას ვთქვი, რომ არ გავჩერდები, არ დავავიწყებ ამ საქმეს, მანამ სანამ ეს ადამიანები არ წარსდგებიან მართლმსაჯულების წინაშე.